მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს „ასე ფსიქოლოგიური ტერმინი“, რომელსაც წარმოგიდგენთ ფასკუნჯი ფსიქოლოგიის სივრცე. მე მისი წამყვანი ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სოციალური ფსიქოლოგიიდან მოყვანილ ტერმინების შესახებ, რომლებიც არის პერფექციონიზმი, პროკრასტინაცია, სოციალური როლი და კონფორმულობა, რომელსაც ჩვენ ხშირად ხვდებით ჩვენივე ცხოვრებაში, ასევე ჩვენს გარემოცვაში. ამის უკეთ განხილვაში და გაანალიზებაში დამეხმარება ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ქალბატონი ნონა ახალაშვილი. გამარჯობა. მადლობა რომ მოიცალეთ და მოხვედით ჩვენს პოდკასტში. დიდი მადლობა. და ასეთი საინტერესო პროექტის დაწყებისთვის. მადლობთ. 100 ტერმინი, ხო? 100 ტერმინი. ეს არის უფრო კონცეფცია ვიდრე ციფრებზე. კი ბატონო. მაგრამ შესაძლოა ციფრითაც. ხო. არა, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ფსიქოლოგია არის თითქმის ტერმინების სიუხვე, ხო? მართალი ხართ და აი ეხაც რა ტერმინებსაც განვიხილავთ. ხშირად არის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში და არ ვიცით რა ქვია. არ ვიცით რა სახელი აქვს და მე მგონი ბევრისთვის საინტერესო და სასარგებლო გამოდგება დღევანდელი პოდკასტის ყურება. შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ პერფექციონიზმით. არა, სოციალური როლით დავიწყოთ სოციალური როლით. ასე მივაყოლოთ, რომ სოციალური როლი უფრო სუბუქი თითქოს შემდეგ კონფორმიზმზე, შემდეგ პერფექციონიზმზე ვისაუბროთ და ბოლოს პროკრასტინაცია. სხვათაშორის ჩემთვისაც რამდენიმე წლის აღმოჩენაა სიტყვა პროკრასტინაცია, იმიტომ რომ არ ვიყენებდით ამას, მაგრამ იცით რა არის, ხშირად ვამბობ და ყველა ჩემს სტუდენტს ვეუბნები, რომ ფსიქოლოგია უცხო ენა შეიძლება შედარდეს უცხო ენას. ამიტომ უნდა პირველ კურსელმა მეორე, აი ბაკალავრიატის სტუდენტმა განსაკუთრებით უნდა ბევრი ილაპარაკოს, რომ კარგად აითვისოს ეს ტერმინებიც. ტერმინის ათვისება რა, მარტო სიტყვის წარმოთქმა არაფერს არ ნიშნავს, ხო? ის უნდა გესმოდეს შინაარსობრივად, იმიტომ რომ აუცილებლად სადღაც შერცხვები, რომ თუ ვთქვათ ამბობ რაღაც ტერმინს და ის არ გესმის და უბრალოდ იყენებ, იმიტომ რომ ვიღაცას თავი მოაწონა, ხო? ასაც ხდება ხოლმე. აი დავიწყოთ სოციალური როლით რა. სხვათა შორის თვითონ აი გუშინ წინ რომ გადავხედე სახში ამ ტერმინებს, მივხვდი რომ აი მოიცავს მთლიანად შეიძლება ითქვას სოციალურ ფსიქოლოგიას, აი ეს 4 ტერმინი, იმიტომ რომ ამათ აუცილებლად დახმარება გვჭირდება სხვა ტერმინებისა, რომ ეს კარგად გავიგოთ. აი კერძოდ რა არის ყველაზე მსუბუქი და მსუბუქად ასათვისებელი გასაგები და ნაცნობი აი ამ 4 ტერმინიდან არის სოციალური როლი. ვიცით, მე თანხმებით, მარიამ, ალბათ, რა არის სოციალური, ვიცით, ყველას თავისებული გვაქვს, ხო? საზოგადოებაში, ნუ ადამიანის სოციუმი. და სხვადასხვა როლებსაც ვირგებ ხო, ერთდროულად რამდენიმე როლი აქვს, ხო, სოციალური, ნუ ის დედის როლიც, ის უფრო მსუბუქი, ნუ ალბათ შეიძლება მსუბუქი როლი არ არის, მძიმე როლია, დედა, ბებია, ხო, მაგრამ გემატება და ასაკობრივ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად გემატება როლი, ხო, აი მხოლოდ შვილის როლში მე აი მე ბებიის როლიც მაქვს ახლა და ძალიან მიხარია და ამით ძალიან ყველა მისის რომ ძალიან ვამაყობ, რომ ძალიან დიდხანს ვოცნებობდი, რომ ბებია ყოფილიყავი და კიდევ კარგი. მაგრამ აი სოციალური როლი რა არის? რაღაცა ფუნქციების ერთობლიობა, მაგრამ სოციალურ როლზე რომ ვლაპარაკობ, სტატუსი არ შეიძლება დავტოვოთ. ხო? სოციალური როლი და სოციალური სტატუსი. რა არის სოციალური სტატუსი? უფრო რთული ფენომენია, რომელიც სოციალურ როლზეა დაფუძნებული. აი როლებრივ ფუნქციებზე, ხო? სტატუსი აქვს მინიჭებული ადამიანს. შეიძლება სოციალური ყველაფერი შეიძლება დაკარგოს. სტატუსიც და როლიც. ხო, სოციალური როლის დაკარგვა, მაგალითად ეს დედას რო ამბობ და შვილის შეიძლება დაკარგოს ადამიანმა შვილის როლიც და მარტო სიკვდილზე არ არის აქ ლაპარაკი, არის რაღაცა სხვა ურთიერთობები, რომ მეტაფორული ხო, დაკარგა, ხო, ეს რაღაცა როლი დაკარგა, მეგობრის
როლი, ხო? იქ რაღაც სხვა კიდე რთული არის მარტივი როლები, რთული როლები, მაგრამ ძალიან საინტერესოა არ შეიძლება რომ არის რეციპროკული როლები. აი, ამიტომ არის ამ ურთიერთობებზე რეციპროკული აი დედა-შვილი, თქვათ, მასწავლებელი მოწაფე, მღვდელი მრევლი, ხო, რაღაც მამა-ვაჟიშვილი და აი ასეთი როლები. აი, როდესაც ვლაპარაკობთ სოციალურ როლზე, არ შეიძლება იმ ზიმბარდოს ცნობილი ექსპერიმენტი არ გავიხსენოთ, რა, ხო, ციხის ექსპერიმენტი, ეს ფილიპ ზიმბარდო ცნობილია თავისი გარდაიცვალა, ხო, და ცნობილია თავისი ექსტრავაგანტული ექსპერიმენტებით და ექსტრავაგანტული შემოქმედებით, ამიტომ მან ეს მარტო როლზე არ არის ეს ექსპერიმენტი, ნახეთ, აი იმ შენ როლს ის სიტუაცია როგორ ზემოქმედებას, როგორ ახდენს მასზე ზემოქმედებას, ამაზეც არის ეს სიტუაციაც. ანუ იმ სიტუაციაში უკვე სხვა როლი გენიჭება. ზოგჯერ თვითონ როლი უკარნახობს თითქოს როგორ უნდა თითქოს ამ როგორ უნდა მოვიქცეთ. უფლებას მაძლევს. ნახეთ, აი ზუსტად ზიმბარდოს ამ ციხის საჩატარდა, ხო, გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, ბევრმა იცის, სტენფორდის უნივერსიტეტის ქვემოთ პირველ 0 სართულზე გააკეთეს იმიტაცია და 5 საკანი ჰქონდათ 5 მეტრიანი თითო. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელოთ, გაიყო 70 კაციდან შეარჩიეს 24. 12 პატიმარი უნდა ყოფილიყო, 12 ზედამხედველი. ახლა მანამდე მეგობრები ისინი არ იყვნენ. თუ გახსოვთ ციხის ექსპერიმენტი ფილმიც გააკეთეს, ეს რეჟისორმა გადაწყვიტა რომ მეტი ემოცია შეეტანა დაძაბულობა. აი ადრე იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთ-ერთ ზედამხედველს უნდა მაგალითად გოგონა იყო პატიმარი და მისი გაუპატიურება. აი რო იცავს არის სცენა, რო იცავს დანარჩენი ყველა პატიმარის თანამესაკნეები იცავენ მას, რომ და უკვირთ რომ ასე როგორ იქცევა, როგორ შეიცვალა. ანუ ხო, სხვათა შორის ამ ექსპერიმენტმა კრიტიკაც დაიმსახურა. ყველა ცნობილი ექსპერიმენტი განთქმულია თავისი, თქვათ, ესეთი შედეგებით, მნიშვნელოვანი შედეგებით და ასევე კრიტიკითაც. იგივე მოვიდა ლაპიერის პარადოქსი. იცით ხო, ლაპიერის პარადოქსი რაც არის, ეს უკვე განწყობაზეა, ეგ სხვა ახლა ამასთან ახლოს არ არის, მაგრამ მანაც ეს არაეთიკური, ეს რა თქმა უნდა, ასეთი არაეთიკური ექსპერიმენტი, სადაც როლმა, ანუ როლის მინიჭებამ შეცვალა მთლიანად პიროვნება. 5 თუ 6 შფოთვითი აშლილობა დაეწყო, სტრესი დაემართა, ტიროდნენ მთელი ღამე. ამიტომ ორკვირიანი ექსპერიმენტი უნდა ქონოდა ბატონ ზიმბარდოს და სადაც უხდიდა $210. თურმე ეხლანდელი $1500-ია. არც ძალიან ბევრი ფული, ხო, იმისთვის რომ ასეთი სტრესი და დარტყმა მიიღო. ხო, ამიტომ ექსპერიმენტი მალევე შეაჩერეს ერთ კვირაში, მეგონა 6 დღეში და თან პატიმრები იყვნენ ისეთ ცოტა მძიმე მდგომარეობაში, სულ ციხეში. ზედამხედველები გადიოდნენ, მათ მხოლოდ 8 საათი მუშაობდნენ. ამიტომ აი შემდეგ აი ეს გამოიყენეს იმისთვის კრიტიკისთვის სხვა კრიტიკოსებმა, სხვა ფსიქოლოგებმა, რომ არ იყვნენ თანაბარ მდგომარეობაში. ალბათ ესეც არის, ამიტომ ვამბობთ, რომ აი როდესაც სოციალურ როლზე ვლაპარაკობთ, ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი, რომ ამ მსმენელმა, აი სტუდენტი იქნება, ჩვეულებრივი ფსიქოლოგიით დაინტერესებული თუ მოყვარული ვინმე პიროვნება. ახლა
ნახეთ სოციალური როლი ისე გადავიდეთ პირდაპირ გადავიდეთ კონფორმულობაზე. ნუ აი იქ ნახეთ კონფორმულობა იქაც ისინი დაეთანხმნენ, ხო? ვთქვათ, რა ხდებოდა ზიმბარდოს ექსპერიმენტში, რომ ეს ზედამხედველები თურმე ყოველ დღე ახალ დასჯის ფორმას იგონებდნენ. თვითონ იგონებდნენ და ამიტომ ისინი ცხადია, რომ ვთქვათ, ერთი შეპასუხებაზე, ვთქვათ, საჭმელს უკრძალავდნენ, ჰიგიენის დაცვას უკრძალავდნენ. ამიტომ გააძლიერეს რაღაცა, ნუ მათ ფანტაზიას საზღვარი არ ქონდა და ამიტომაც, ნუ როგორც ვთქვით, შფოთვითი ესეც შეგვიძლია თქვა, რომ სხვადასხვა როლმა შეიძლება ადამიანის სხვადასხვა დაფარული თვისებებიც და მიდრეკილებებიც გამოავინოს. ზოგჯერ ხო გაგიგიათ ხა არ გაქვთ თქვენი იმ ხელა ასაკი და დიდი გამოცდილება ფსიქოლოგიაში და მე მიხვდებით, რომ ვიღაცა მოვა და გეტყვით, რომ აი არ ვიცოდი, რომ ესეც თუ შემეძლო, ხო, ასეთი ქცევა. ნუ ადამიანმა არ იცის თავისი შესაძლებლობები და ხშირად მისთვისაც მიდიან ფსიქოლოგთან, რომ რაღაცა დაფარული, რაღაც იქ არაცნობიერად ჩადებული რაღაცა სურვილების რახვები ამოვიდეს მაღლა თუ ეს მას უშველებს. ახლა კონფორმულობა რა არის? აქაც კარგი ექსპერიმენტები არსებობს. კონფორმულობა მაინც ეს არის უკრიტიკო დამორჩილებადობა ავტორიტეტისადმი. ნუ ერთი პატარა განსაზღვრებით შეიძლება ესე ითქვას, რომ ემორჩილები მთლიანად, უკრიტიკოთ, არა ამიტომ სხვადასხვანაირია, ნახეთ, შინაგანი კონფორმულობა, გარეგანი კონფორმულობა, ნონკონფორმულობა და ნეგატივიზმი. ახლა თითოეული ავხსნათ რა არის, იმიტომ რომ გავიგოთ ეს ტერმინი. შინაგანი კონფორმულობა რას ნიშნავს? შინაგანი კონფორმულობის დროს მართლა მჯერა ავტორიტეტის, თქვა, ჩემთვის ხართ ავტორიტეტი და რასაც იტყვით, ის მართლა ამას მიღებ. ჩემი რწმენით, შინაგანად მართლა დავიჯერე. გარეგანი კონფორმულობა ცოტა სხვანაირად არის. გარეგნულად მჯერა, აი დამთმობლობა და გარეგანი კონფორმულობა არის შეიძლება ცოტა მსგავსი, ახლოს ერთმანეთთან. დავთმე მე, იმიტომ კი არა რომ შენი მჯერა. ასეა საჭირო და გარეგნულად გემორჩილები, მაგრამ ასე მაწყობს, ხო? ასე კი ბატონო სიტყვა ეს შეიძლება ითქვას, რომ ასე მაწყობს, დავთმე, იმიტომ რომ რაღაც ამას არ მოყვეს უფრო ნეგატიური შედეგი, მაგრამ შინაგანად მე მაინც მჯერა ჩემი ღირებულებების, ჩემი ღირებულებები კი არ შევიცვალე. ანუ როლი ნიღაბი მოვიგერო დაგეთანხმებით. კი ბატონო, კი, არის ნონკონფორმიზმი. არ გეთანხმებით, არავითარ შემთხვევაში არანაირი ავტორიტეტი ჩემთვის არ არსებობს და ყველას ვეკამათები. არის ნეგატივიზმი, იცით ნეგატივიზმი რა არის? ესეც კონფორმულობაზე არანაკლები ესეთი უარყოფითი თვისება. ყველაფერზე გეწინააღმდეგები, ხო? ადამიანი ყველაფერ, აი ვთქვათ, წითელი ფერის სახელმწიფო, არა, ნუ ამბობთ, ვკამათობ, არა. ბოლოს შეიძლება დავთანხმდე, რომ კი ბატონო, მაგრამ თავიდან, ანუ ცოტა ინფანტილურია, მე ასე ვეძახი, აი რაღაცა ბავშვი, საერთოდ მე არა ვარ ბავშვის ფსიქოლოგიის სპეციალისტი, მაგრამ ვიცი რაღაცები, ეხლა განსაკუთრებით 3-4 წლის ასაკის 3 წლის ბავშვი ხომ იწყება, ამბობენ ბავშვის ფსიქოლოგები, რომ სიჯიუტე და ნეგატივიზმი, ხო? აი ნეგატივიზმი ეწყება 3 წლის ბავშვს და ვთქვათ 43 წლის კაცი, რომელიც არის ნეგატივიზმი, გინდა ქალბატონი, იქცევა ისე როგორც 3 წლის ბავშვი. წარმოიდგინეთ. აი ნეგატივიზმიც არ არის სახარბიელო, არც კონფორმულობა კარგი, შეიძლება ითქვას. ამიტომ ფსიქოლოგიაში ხომ ვამბობთ, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი თვისება. შენი თვისებებია უნიკალური, ინდივიდუალური, ამიტომ ადამიანები განსხვავდებით ერთმანეთისგან და ძალიანაც სასიამოვნოა რომ განსხვავდებით ყველა ერთნაირი თვისებები და ერთნაირი გარეგნობა, ანუ როგორც კლონი არ მოგწონს, ხო? ასევე ერთნაირი ფსიქოლოგიური მახასიათებლების მქონე ადამიანები, ნუ უფრო უინტერესოა, ხო? აი აქაც არის ვინ ექცევა კონფორმულობას
რეფორმიზმის ქვეშ, როგორ რას ვფიქრობთ ჩვენ, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი პირველ რიგში, რომელსაც თვითშეფასება უილიამ ჯეიმსთან არის ხო დაკავშირებული, რა არის თვითშეფასების ფორმულაც კი შეიმუშავა უილიამ ჯეიმსმა. ეს არის თვითშეფასება უდრის წარმატება შეფარდებული პრეტენზიასთან, ხო? რაც უფრო მაღალია პრეტენზია, მით ნაკლებია წარმატება და თვითშეფასებაც დაბალია და რაც უფრო დაბალია პრეტენზია, არ ხარ პრეტენზიულია. კარგი, ამიტომ მე ძალიან კარგად ვიცი სტუდენტის პრეტენზია და მომწონს რომ მაგალითად სულ A-ებზე უნდა დაამთავროს, ხო? არის ორივე კარგი ქულაა, A-ც და B-ც. მაგრამ ვიღაცა ამბობს ძალიან ჭკვიანი არიან ახლა პირველ კურსზე და მეორეზეც ემჩნევათ ამისთვის არ არის მაგისტრატურაში ჩაბარება საჭირო და პირველ კურსზე ემჩნევათ როგორია ხო მე მყავს ძალიან კარგებიც რომელიც ამბობს რომ არ მინდა ის 95 ქულა არ არის საჭირო ბიზნეს კმაყოფილი ვარ ვიღაცა არ არის კმაყოფილი ანუ მას პრეტენზიის დონე უფრო მაღალი აქვს იმიტომ რომ ცოტათი დაბალი თვითშეფასება აქვს და ამ თავისი თვითშეფასების გამოსწორება უნდა და უნდა რომ მაღალი ქულა მიიღოს და ეს ქულაც თუ რატომ ხო შეიძლება ფიქრობდე რომ ოღონდ ჩავაბარო მეტი არაფერი არა ვიღაცა ზოგჯერ ისიც არის რომ რა ცოდნაც აქვს ბუნებრივად უნდება რომ შესაბამისი ნიშნითაც გამოიცახებოდეს მაგალითად შეიძლება ესეც იყოს ესეც ძალიან კარგია ანუ აქ мотиваციაზეც ამიტომ ამბობ რომ ყველაფერია ჩართული შეუძლებელია мотиваციის გარეშე რაღაცის კეთება აი მაგალითად რომ მოვიყვანო თუნდაც მაგისტრატურის სწავლა რო გავიხსენო თითქმის ყველა საგანში გამოვყავდა ხოლმე 100 ქულა ოღონდ ეს ბუნებრივად ხდებოდა განწყობილი კი არ ვიყავი რო შემხვდა აკადემიური მოსწრებიდან და გამოცდო საკითხები რა თქმა უნდა რო ვიცოდი რომ წელი შესაბამისად ბუნებრივად ვიმსახურებდი და ესე გამოდიოდა ბოლოში და თვლიდი კიდეც რომ ხო არა შეიძლება არ იყოს 100 და იყოს 96 ხო საკმაოდ მაღალია ხო უფრო ვის არის და ეს გაძლევდა უფრო მეტ мотиваციას ხო რაღაცნაირად მე აი 98 პირველად რო გამოვყო 98 ქულა ისეთი დაბალი მეგონა ისეთი დაბალი ქულა მეგონა რომ აი დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა რაღაც და ეს წამიერად რა თქმა უნდა ასევი და 98 რო დავინახე ხო როგორ შეიძლება 98 ქულა დაბალი იყოს მაგრამ ისე დაბალ ქულა თაგვქვი ხო იმიტომ რომ მიჩვეული ხარ და გაქვს мотиваცია და გინდა რომ თუმცა ისიც არის განსათქმელი რომ 100 ქულის მიღებები არ იყო ჩემი თვითმიზანი კი ბატონო ბუნებრივად გამოდიოდა რომ იცოდი და ხვდებოდა ის საკითხი პასუხობდის რო ყოფილა და ქულას მე ანონიმურად ხდება ეგ და ყველამ ვიცით რომ საგამოცდო ცენტრში ჩვენ ვასწორებთ არ ვიცი იმიტომ ყველა სტუდენტს აბსოლუტურად ვეუბნები რომ არ გაბრაზდეთ ჯებზე ლექტორმა არ იცის ვის ნაშრომს ასწორებს ხო ბუნებრივად ხდებოდა ეს ხო აი გეწყინება რომ თქვა დაგიწერე დაბალი ქულა იმიტომ რომ მეტი შენმა ნაშრომმა არ მომცა უფლება და როლს რო დაუკავშირ მაგალითად მოსაწონი იყო მე ჩემთვის ეს როლი ანუ ესეთ როლში რომ ვიცი და შესაბამისად გამოისახება ასე ვთქვათ ადეკვატური შეფასება. ოღონდ შეფასებას როგორც შეფასებას ესე მაშინ არ აღვიქვავდი რაც ბუნებრივად ხდებოდა. საინტერესო აი სოლომონაშის ექსპერიმენტი არის აქ ესეთი მარტივი რა ათქმევინებს გეცოდინება ის რო არის ხაზები სამი ხაზია ეხლა დაფარო გქონდეს მაგრამ ჩემმა ყველა სტუდენტმა იცის თითქმის სოციალური ფსიქოლოგიიდან არის სამი ხაზი სხვადასხვა ზომის და ერთი არის მთავარი შესადარებელი ხაზი და არის ცდისპირი ტყუილი ცდისპირი ანუ გულუბრყვილო ცდისპირს ეძახიან ასეც და დანარჩენი ნამდვილი ცდისპირი ვთქვათ 12 ან 13 ცდისპირიდან ერთია ნამდვილი ცდისპირი და ანუ
12 კაცი 12 ცდისპირი ამბობს ტყუილს რომ აი ეს საკონტროლო ხაზი არასწორი სტოლია და ეს მე სურათი მაქვს ნანახი ერთ-ერთი თვითონ აში რო ატარებდა ექსპერიმენტს ფოტო არის ასე სათვალე უკეთია და იხსნით დგება იხსნის ახლოს მიდის კარგად აკვირდება უბრალოდ ექსპერიმენტის პირობა რა იყო რომ არ იცნობენ ერთმანეთს და არ უნდა დისკუსია გაიმართოს არ უნდა დისკუსიაში არ უნდა შეხვიდე უბრალოდ უნდა დააფიქსირო აი მე შენი აზრი რა სიტყვი 37% ჩატარებული 100%-დან ერთი 1034 ცდისპირზე. ანუ ამდენი 10000 კაცზე ჩატარდა დაახლოებით ექსპერიმენტი და ამდენი 37%-მდე იყო არასწორი თქვეს. აი უყურებს და ამბობს არასწორს. რაღაცა მოქმედებს. ამაზეც როგორც სოციალურ როლზე სიტუაციაც მოქმედებს. სიტუაციას და ალბათ რაღაცა ის მომენტიც არის მანდ ჯგუფის გავლე თვითონ ჯგუფის როგორც ყველა ისე შეიქმნა ახო არის და არ უნდოდა რომ აი მიუღებელი რო არ ყოფილიყო ალბათ ამ საზოგადოებისთვის მაგალითად ისიც არის რომ ესეც ალბათ ადამიანზეა და ალბათ არა რა თქმა უნდა ადამიანს და ინდივიდუალურია ყველა და ამაზეა დამოკიდებული ვიღაცას მაგალითად იმის ამბიცია უფრო აქვს რომ განსხვავებული იყოს და იმასაც უცროთაც რო ეფიქრა მარტო იმიტომ დააფიქსირებდა მაგრამ ბევრია როცა ამის გამბედაობა არ აქვს და ესეც ბუნებრივია და ეს არის სიტუაცია მიმოქმედა როგორც სოციალურ როლზე სიტუაცია მიმოქმედა კი ბატონო გავლენა აზრ ფიქრზე და შეაცვლევინა გავლენის და როგორც ახლა სტენლი მილგრემის ელექტროშოკზე ექსპერიმენტი ეგეც ვიცით ხო ეს რომ ელექტრო მართალია არანაირი ელექტროშოკს მეორე მხარეს არ იღებს ის მაგრამ ეს გონია ნამდვილ გულუბრყვილო ცდისპირს გონია რომ 300 ვოლტს აჭერს და უწევს მაინც ხო რომელიც იქიდან ესმის რომ მიშველეთ კვდები რაღაც მაგრამ ეს მაინც ხო ნუ ამიტომ არიან სხვადასხვანაირი ადამიანები თავისი ფსიქიკური თვისებებით ხო ეხლა რაც შეეხება პერფექციონიზმი ხო ეს ძალიან საინტერესოა აი თუ კონფორმულობა უკრიტიკო დამორჩილებადობა პერფექციონიზმი ეს არის ყველაფრის უმაღლეს დონეზე კეთების მისწრაფება აი უმაღლეს დონეზე ან ყველაფერი ან არაფერი არიან ესეთი ადამიანები ეს ანუ პერფექციონიზმი მარტო სწავლაში ვერ ვიტყვით ხო ეს არ არის დაავადება მოდი ვთქვათ როგორც კონფორმულობა დაავადება არ არის არც პროკრასტინაცია არც პერფექციონიზმი ეს არის სიმპტომი თვისება და არა დაავადება. თუმცა დაავადებაში შეიძლება გადავიდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიტყვით, რომ ბოლოს პათოლოგიაში შეიძლება გადავიდეს პათოპერფექციონიზმის არსებობს. შფოთვას და სხვა. როგორც შფოთვა, თქმა უნდა, სხვათა შორის სტრესის მართვის, სტრესის გამომწვევი ყოველთვის აი რომ ჩამოვთვლით ხოლმე, სტრესის გამომწვევი რაღაცა მომენტები. ერთ-ერთი არის პერფექციონიზმი. ბუნებრივი ანუ რას ხავხსნათ პერფექციონისტი როგორ იქცევა ეს არის რა სახში წამოიღებს სამუშაოს ხო აუცილებლად ანუ ყველაფერს და არ აქვს პერფექციონის დელეგირების უნარი. ერთი მართვის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ტერმინია დელეგირება. დელეგირება ეს არის რა? ხო, საქმის გადანაწილების არიანად პერფექციონის ამის უნარი არ აქვს, დელეგირების უნარი არ აქვს. აკეთებს ყველაფერს თვითონ და ბოლოს გადაიწვება ემოციური გადაწვა, ემოციური გადაღლა. ამიტომ არის სხვადასხვა პერფექციონიზმის მეთოდიკა არსებობს, ფლეტის და ჰიუიტის და ჩემმა ერთმა მაგისტრანტმა, იმიტომ კარგად შევის ძალიან დამაინტერესა და სალომე ბარკალა ხა ეს ჩემია და მე შემიძლია ხმა ხო სხვისაზე ვერ ვლაპარაკობ. ხო, მინდა თქვა, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი, უმაღლეს შეფასებაც მიიღო, დაიცვა, ასე გქონდა, იცით, მე შევთავაზე პრინციპში, ძალიან მაინტერესებდა
რომ პერფექციონისტსა და შრომით კმაყოფილებას შორის რა თუ არსებობს კავშირი. აი, რაც უფრო მეტად პერფექციონისტია, მით უფრო კმაყოფილია თავის შეღამოს არ დადასტურდა. ხო, იმიტომ რომ პერფექციონისტი სულ ისწრაფის რაღაცა უმაღლესი შედეგებისკენ. ამიტომ სხვადასხვანა არის საკუთარ მეზე მიმართული პერფექციონიზმი. რა თქმა უნდა, საკუთარ მეზე მიმართული პერფექციონიზმი არის სხვაზე მიმართული. ასე ძალიან ძნელი ასეთი ხელმძღვანელი, უფროსი, მენეჯერი რო ყავს, რომელიც სულ მაგალითად მე მიმუშავია რაღაც დაწესებულებაში ადრე, სადაც აი განყოფილების თუ აი რაღაც სამართველო იყო იმის უფროსი, ხა მე ფსიქოლოგად მუშაობდი, ითხოვდა რომ ბრასდებოდა, იცით 6 საათი, ესეთი იყო, 10-დან 6-მდე სამსახური, რომელიც ეხლა შეუძლებელია ჩემთვის ლექციაზე მარტო. 6-ის მერე რატომ მიდიხართო? გვეკითხებოდა, იცით სერიოზულად, რომ რას მიდიხართო ესე დაეწყობით და 6 გახდა, 10-ის ნახევარზე დავიწყეთ და 6-ია. ამიტომ ჩვენი ქართული კულტურა და უცხოური, კიდაც ევროპულ-ამერიკული, იქ არ გაქუფლება დარჩენის და ჩვენთან ის გვეუბნებოდა, რომ რატომ მიდიხარ 6-ზე, ცოტა ხანი დარჩი. ახლა ევროპაში სხვანაირად აღიქმება დარჩენა, რომ ვერ მოასწარი ის, რასაც აკეთებ. მე გავაკეთე, რაც დღევანდელი საქმე იყო, ამიტომ არ დავრჩები. ხო, ის იყო პერფექციონისტი თვითონ. ხო, გადაჭარბებული დრო თუ არ მუშაობდით რაღაცა. ხო, აი მის დამთავრდა სამუშაო დრო, მაგრამ შენ ორგანიზაციის პატრიოტი უნდა იყო და უნდა დარჩე კიდე და კიდე უნდა იმუშაო. ხო, არიან ასეთი. აი ამას გთხოვს, ეს არის პერფექციონისტი. თუმცა ალბათ დამატებითი დროის ანაზღაურებაზე არა, არანაირი დამატებითი დრო. იქ უცხოეთში ეს ყველაფერია. ხო, ამიტომ კიდევ არის სოციალურად მიღებული პერფექციონიზმი არსებობს, როდესაც ადამიანის თხოვს, აი გთხოვს სოციუმი, რომ შენც რაღაც ისე მოიქცე. ხო, ამიტომ შენ იქცევი ასე და სოციუმისგან წახალისებას, ჯილდოს ელოდები, მოწონებას ელოდები, ხო? კიდევ არის ფიზიკური პერფექციონიზმი, შენს სხეულში ეძებ აი ნებისმიერ წვრილმას, ვის გამოასწორო, შეცვალო, არ მოგწონს, ძალიან ხშირად აი ეს პლასტიკურის ოპერაციების მონები ხდებიან, მე რომ 1, 2, 3 და ადიქცია მოდის, ხო, მე ნახეთ მასეთებზე კიდე რაც ფოტოშოპებზე იყო რაღაცა დამოკიდებული, აღარ მახსოვს ზუსტად კვლევა ბოლო პერიოდში ჩატარებული იყო და აი ერთ-ერთ დამოკიდებულებებად შეიძლება ჩაითვალოს. ანუ დამოკიდებულება გადადის ადიქციაში გადადის რა ეს აი ფიზიკური და ემოციური ძალიან საინტერესოა ემოციური პერფექციონიზმი ვინახავს ასეთი ადამიანები სულ კარგი უნდა რომ უთხრა სულ დადებითი მაგალითად არ დადის სამძიმარზე გასვენებაში იმიტომ რომ ნეგატივია და აი უთქვამთ სხვათა შორის ეს არ არის სასიამოვნო მოსასმენი რომ შეროყვები მე ვარ ემოციური მაგრამ პერფექციონისტი არა ვარ მე ვისმენ სხვა ადამიანი რაც ბევრი მომისმენია და აბა ფსიქოლოგია სხვა რა არის ხო უნდა უსმინო გაუძლო ხო ამას აი მე მინახავს ასეთი რაღაც რომ შევედი და რაღაცას ყვებოდი შვილს საკუთარ შვილზე რაღაცა ჩამოვარდა საიდანღაც და რაღაცა ჭრილობა ჰქონდა გავკერეთ რაღაცა ვიმე არ მინდა ნეგატივის არ გავიგო ხო აი ას ისეთი საკვირველი იყო და იმდენად ამიტომაც სხვათა შორის ურთიერთობაც ემოციური პერფექციონიზმი ერთ-ერთი მაპროვოცირებელია შემდგომი ურთიერთობის ან მოწონება ან არ მოწონება ხო ამიტომ ადამიანი რომელიც აი სულ დადები უნდა რომ სულ კარგი უთხრა ესე არ არის ცხოვრება ხო არ არსებობს და ისიც შეიძლება მაგალითად ერთი მაგალითი იმისაც მოვიყვანოთ რომ პერფექციონიზმ ადამიანებს ძირითადად
ახასიათებთ თუნდაც საქმეში მარტო იმისეთი საქმეების აღება, რაზეც დარწმუნებულები არიან, რომ იდეალურად წარუმატებლობის შიში აქვს და მუდმივად სიახლეს ნაკლებად შეეჭიდებიან და შეიძლება ეს რაღაცა ერთფეროვნებისკენაც კი კრეატულობა ნაკლები აქვს. მარტოობის შიში აქვს. საბოლოო მაინც მარტოობაა. ხო, მარტოობა, იმიტომ რომ ყველაში მოითხოვს უმაღლეს დონეზე. მე არ მიყვარს ისეთი დამოკიდებულება, კიდაც საკუთარ შვილთან, ხო სტუდენტს მეჩხუბები როგორ არის, ხარ არ მგონია რომ ძალიან წინდეთ ჩემი ჩხუბი, ვეუნები ისწავლე, აუ ვთქვათ. ნუ ხა მაგ ჩხუბს ხა ჩხუბის ფორმა არ აქვს. ვეხვეწები რომ მოყევი, ადექი, აქავარ, მოდი, გავაკეთოთ რამე, გახდი პროფესიონალი. თუმცა ჩემი შვილს თვის ესეთი რამე არ მithქვავს და ერთ რამეს ვეუბნებოდი, როგორც საგანი არ დაგჭეს. მაგაზე საგანი არ დაგჭეს, ხო. ძალიან მომწონს სტუდენტი, აი თავისით რო დაამთავრებს და 55-16 ქულას რო თავისით რომ მიიღებს ყოველგვარი ზედმეტი რაღაცების გარეშე. ანუ ნახე, არც აკეთებს არაფერს, მაგრამ იმდენი ნიჭი აქვს. ჭკვიანია რომ 1-2 გადაკითხვით ჩააბარებს. კიდე ერთ წელს არ დაიმატებს. კიდე არ დაიმატებს. დასატარებლად. აი ეს ხო ეს ჩემთან დამატებით ეს მე მათ სულ ვეუბნები რომ ყველას დაგიწერდით, მაგრამ ფაქტია. უგვაროს ვასწორებ. ასე რომ არ გეწყინოთ. კი, ეხა მაგალითად პერფექციონიზმი. არა ვარ, მაგრამ რაღაცაში ვარ პერფექციონიზმი. მინდა რომ უმაღლე, კი, ამიტომ აი არ უნდა მივიდეს პათო პერფექციონიზმამდე. საერთოდ ამბობენ თვითონ აი პერფექციონიზმის კვლევრები, აი ეს ფლეტი და ჰიუიტი, მათ გააკეთეს ტესტიც, მეთოდიკაც, არის უკვე ადაპტირებული არსებობს, იკვლევენ მეზე საკუთარ მეზე მიმართული პერფექციონიზმი, სხვაზე მიმართული და ნუ სოციალურად მიღებული დადგენილი პერფექციონიზმი, და კარგი შეიძლება კვლევა გაგრძელდეს. რო გითხრათ რომ ეხლა ისეთი შედეგები მივიღეთ, რომ ვერ მიიღებ ძალიან ისეთ შედეგს 150 კაცზე ჩატარებულს ვერ მიიღებ. ეს უნდა გაგრძელდეს და შემდგომ სხვადასხვა სფეროში ძალიან საინტერესო იქნება. აი ხა წარმოვიდგინოთ, რომ პერფექციონისტს ყავს მეუღლე, რომელიც არის პროკრასტინატორი. მე მგონი ძალიან ცუდი. მე მგონი სულ რაღაცა. აი ხო, გადავიდეთ კი ბატონო. სამაშველო პროკრასტინაციაზე. ხო, რა არის? ეს ხომ არის ყველაფრის უმაღლეს დონეზე. ძალიან სწრაფად გაკეთება. ხო, დროის შეზღუდულ დროში გეუბნება, რომ უნდა მოითხოვს. პროკრასტინაცია პირიქით არის საქმის გადავადება, დავალების გადავადება. რო შემდეგ და რატო აი აქ კი პროკრასტინაციაზე ყოველთვის როდესაც საუბრობენ მოტივაციას ახსენებენ. აი ჯერ ამას რაღაც მაგ გასაკეთებელი. მოდი ჯერ ყავას დავლევ, ჯერ გავისერდებ. საერთოდ აბულია ხომ არის რაღაცა გადაწყვეტილების მიღების გართულება. დაახლოებით ამასთან არის პროკრასტინაციასთან არის სხვათა შორის ისე იგივე სტენლი მილგრემმა გამოყო ორნაირი პროკრასტინაცია. რა თქმა უნდა, აი კონფორმულობაზე მუშაობდა და თურმე პროკრასტინაციაზეც იკვლევდა. ორი დავალების შესრულება, აი იგივე დავალების შესრულება, მაგალითად დამავალე რაღაც რომ მოვამზადო დავალება, თქვათ რაღაცა რეფერატი მოვიტანო აუცილებლად ბოლო კვირა და მჭირდება, მაგრამ ვერა, მე მყავს ეს სტუდენტები არიან, აი ვერ პირდებიან, ვთხოვ, ვეუნები, მაგრამ არა, საერთოდ აღარ მოვა. აი აქ ისიც რომ გავმიჩნოთ და მინდა რომ ვახსენო, რომ უფრო მეტად გასარკვევი იყოს, რომ პროკრასტინაცია და სიზარმაცე არ უნდა აერთოს. როგორც პერფექციონიზმი და პედანტიზმი ეს დაგვავიწყდა. პედანტურობა სხვა რამეა. რომ სიზარმაცე არის ის, რომ ზოგადად ყველაფრის კეთება უფრო მეტნაკლებად, მაგრამ ეზარება და პროკრასტინაცია არის ის, რომ უბრალოდ იმ საქმის გაკეთების იმ საქმის მოტივაცია არა აქ აი რაც არის. იმის ნაცვლად სხვა უმნიშვნელო უამრავი საქმე შეიძლება გააკეთოს და უფრო დიდი დრო მოანდომოს, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია და რაც გასაკეთებელია, ასე ვთქვათ, პროკრასტინაციას რის მიმართაც იჩენენ, იმას არ აკეთებენ. თორე შეიძლება უამრავი არასაჭირო საქმე აკეთოს ადამიანმა და ბავშვებისგან მცვენია ხოლმე, რომ
მეცადინეობას რო ვიწყებ, ეს კედლებიც ისეთი საინტერესოა, ანუ იქ კედლებს დაათვალიერებენ ხოლმე, იქ რაღაცა სხვა ციგნის წაკითხვა მოუნდება თუ ცბათ, აი მაგალითად კარლსონის ან რაღაც, ოღონდ მათ თავისი მათემატიკა და თავისი მიცემული დავალება, აი დაახლოებით ესე როგორ პატარა ასაკიდან მოდის როგორც ჩანს, პატარ-პატარა დოზებით და რაღაც სხვა გამოვლენებაში. აი, ჩემი 4 წლის ხდება ეხა შვილიშვილი და აკეთებს ეგეთ რამეს. ოღონდ იმ ბაღში არ წასულიყო დედამისი მაცინებს, რომ 1 სექტემბერს უნდა წავიდეს. ნუ სხვა რაღა გზა ქონდა. მაგის სამსახური ესა მოვემზადეთ მე სამსახურისთვის და დილითო მეუბნებაო 8 საათზე. დედიკო, მოდი დავხატოთ. როდის გვიხატიაო, ჩემი რძალი მაცინა და არასოდეს არ ყოფილა რომ 8 საათზე ვხატოთ მე და მან და აი ყველაფერი გამარ მაინც წავიდა. ხო, იმიტომ ზარმაცი კი არა და უსაფრთხოება არ უნდა იმ ბაღში არ უნდა. სხვა საქმე გამოიჩი, სხვა საქმეს გააკეთებს, უბრალოდ ის არ. მაგრამ იყავს თავისი დაქალი მეგობარი მალიამი, როს ვერ ამბობს და ამიტომ ნახა ის მალიამი და უკვე კარგად მიდის. ამიტომ არის აქტიური პროკრასტინატორი და პასიური პროკრასტინატორი. მაგრამ აი კიდევ მილგრემი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროკრასტინაცია არის დავალების შესრულების პროკრასტინაცია, კეთება რაღაცა. და არის დავალების გადაწყვეტილების მიღება. იმდენს იფიქრებ, რომ გადაწყვეტილების მიღება მერე უკვე ნიშნულობა არ აქვს. დაგვიანდება. აი როგორც წესი, აი თქვათ ესეთი მაგალითი მომყავდა ხოლმე ადრე, აი ეს აბულიას, მაგრამ გამოდგება პროკრასტინაციაშიც, რომ თქვათ მეცადინეობ. გირეკავენ ხვალდილით გამოცდა 2 საათზე. უნდა მოასწრო როგორღაც, მაგრამ მეგობრები გირეკავენ სადღაც გასართობად. ეხლა უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ისიც გინდა. წახვიდე, მაგრამ დილით ადრე ადგე, იმათთანაც იყო, გაერთო, გიყვარს ძალიან, დაბრუნდე მალე საღამოთი, გააგრძელო მეცადინეობა, დილით ადრე ადგე და მოასწრო როგორღაც. ან არ წახვიდე უბრალოდ. არის აი პროკრასტინატორი იმდენს იფიქრებს, რომ ვერ დაგვიანებული იქნება მეცადინეობაც და ხო, იმიტომ რომ ნერვები ეშლება, შფოთვითი აშლილობა იწყება. ის არ ვიცი კონფორმულობასთან არ ამგონია შფოთვითი აშლილობა ისე არ არის დაკავშირებული, ხო, ნაკლებად და პერფექციონისტთან და პროკრასტინაცია პერფექციონისტთან უკიდურესად პირდაპირ კავშირშია შფოთვითი აშლილობა, სტრესი. მიზნის დროს ძირითადად მოთხოვნილება აქვს, რომ მათ გარშემოც ისე ხდებოდეს ყველაფერი, როგორც მათ აღქმაშია და წარმოუდგენელიც არის ზოგჯერ, მაშინ სპეციალურს უნდა დაკომპლექტდეს პერფექციონისტებით, თქვათ სამსახურში. იცით, აი ჯგუფში მარიამ ყოველთვის არის აი 9 ბელბინი, მერიდით ბელბინი, ერთ-ერთი ინგლისელი მართვის ფსიქოლოგია ორგანიზაციის და მას აქვს ჯგუფში 9 ტიპი ადამიანის, ჯგუფის ტიპები. ერთ-ერთი პერფექციონისტია. კი, საჭიროა. ერთ-ერთი კრიტიკოსია, ერთ-ერთი ორგანიზატორია, ერთ-ერთი საზოგადოებრივი ტიპის არის კიდე მზვერავი, წყალებში, მზვერავი რა დადის დასუნსულებს და მოაქ ამბები, სულ ტელეფონზე ლაპარაკობს ტიპ, კრიტიკოსიც განსაკუთრებით ორგანიზაციის, ნუ დაწესებულების თუ კომპანიის ჩამოყალიბების პირველ დღეებში, პირველ წლებში საჭიროა კრიტიკოსი. შემდეგ უკვე კრიტიკოსი აღარ ჭირდება. რომ დაალაგდება ეს ყველაფერი, გასწორდება, ჩამოყალიბდება ორგანიზაცია. შემდეგ ახლა არც ერთ ხელმძღვანელს არ მგონია მენეჯერს შეამოვნებდეს, რომ ვიღაც გაკრიტიკებს გაუთავებლად, მაგრამ ესენი დაფასებულები არიან აი ამ ფორმით, ხო, ნუ პერფექციონისტი ყოველთვის საჭიროა. ვიღაცამ უნდა გააკეთოს უმაღლეს დონეზე რაღაცა. ანუ აი პედანტს რო ვამბობდით, ხო, პერფექციონისტი პედანტი. ამიტომ, როდესაც პერფექციონისტი ხშირად ისმევა კითხვა, პერფექციონისტი იგივე პედანტია? არა, განსხვავდება. როგორც პროკრასტინატორი და ზარმაცი სხვადასხვა, ასევეა პერფექციონისტი და პედანტი. პედანტი მაგალითად აი ლინგვისტური პედანტი. ლინგვისტური პერფექციონიზმი ხო არ არის. ლინგვისტური პედანტი იცი რა არის? ესაუბრის დროს რომ გისწორებ ყველაფერს. აი მაგალითად ვიღაც ლაპარაკობს, წერედით ეხლა ჩვენ, წამევედით.
აუცილებლად გაგისწორებს. ანუ კუთხურს ასწორებს, აი სწორად რომ უნდა თქვა, აუცილებლად გაგისწორებს ლინგვისტი პედანტი. ეხლა გამახსენდა რომ აბიტურიენტობის დროს ვქონდა ხოლმე ეგ. აი ძალიან ისე უმეცადინეობით ყველაფერში და ისე ცუდად კიდევ კაი მალევე მივატოვე, როგორც კი ეროვნულები, როგორც კი დავწერე მივატო გეშტალდი რომ დაიხურა, მივატოვე. აი მეც ვქონდა ხოლმე, ნუ მაშინ ხა 17 წელსაც ვიყავი და თან ესე მეგონა რომ უნდა შეუსწორო ხო? ეხლა არა, მე მგონია რომ ძალიან მალევე მივხვდი რომ დაეწყო არ არის ლაპარაკოს ისე თავისი გადაწყვეტილებით. არაეთიკურია. კი, ბოლოს მე პირიქით ეხა მაგალითად რო თქვა, ხა დასრულობაში უფრო მეტად მომწონს, როცა ადამიანს დამახასიათებელი საუბარი აქვს, ვიდრე აი ყველამ რო ერთნაირად ვიმეტყველოთ, თქვათ მაგალითად ჩემი მოლოდინების შესაბამისად რომ მეტყველებდეს ყველა. ხო, ეს ინდივიდუალური, ამაზე ვერ შეგეკამათებით, არ ვიცი, იმიტომ რომ არც მე არ ვუსწორებ არავის. მე ვერ ვკადრულობ, ჩემ თავს ამას არ ვაკადა, ვერ ვბედავ, როგორ უნდა, რატო უნდა შევუსწორო? ერთადერთ სადაც ვხედავ, რომ შეიძლება შეუსწორო ერთმა ადამიანმა მეორეს, ალბათ გრამატიკის გაკვეთილზე, როცა პედაგოგი შეუსწორებს მოსწავლეს და მე ფსიქოლოგიის ლექციაზე არასწორ ტერმინს შეგისწორებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე როგორც მეტყველებ ეს არაეთიკურია. ხო, ისე ზოგადად პედანტი, რო ვთქვათ. მე არ ვიცი, ჩვენ ხო ვთქვით, რომ არც პერფექციონისტი არ არის შემოქმედებითი და კრეატიული. არც პედანტო ხასიათია პედანტური, ხო? აი, ლეონგარ ესე ძალიან საინტერესოა იმ ტერმინებიდან ერთ-ერთი ხასიათის აქცენტუაციები, ხო? როგორც პედანტიზმი არც ის არის დაავადება. პედანტური ხასიათი არსებობს, რა არის? მუდმივად ჩრდილში ყოფნა, სიზუსტისადმი მიდრეკილება, არანაირი კრეატულობა, არა. დაავალე შეგისრულებს. ანუ კიდევ დამატებითი აქვს, რა, ვალდებულების უმაღლეს დონეზე გაცნობიერება, აი მისი პასუხისმგებლობის უმაღლეს დონეზე ქონა, რომ ის ზუსტად შეასრულებს, რაც დაავალე და რაც აიღო, მას რაც საქმე აქვს, იმ საქმეს გააკეთებს უმაღლეს დონეზე. არ ვიცი ახლა ეს პერფექციონიზმი თლათ არ არის. პედანტიზმი კიდევ უფრო პერფექციონიზმი უფრო მძიმეა. ძიმე ფორმაა, რომელიც გადადის პათოლოგიურში ხშირად. აი შფოთ არა მგონია რომ პედანტური ხასიათის მქონე სხვას უფრო აწუხებს, ხო? აი სახლში როგორია პედანტიზმი, შემოქმედებით ადამიანს არ აქვს პედანტურობა, ხო? არეული მაგიდა, სულ მთელი სიცოცხლე არავის არ აქვს უფლება ჩემს მაგიდასთან მიკარების. არც არავინ არ მიდის. ნუ ეხლა ბავშვილიც დიდია და მაგრამ პატარაც რომ იყო, იცოდა რომ ჩემს არეულ მაგიდასთან ის იყო დალაგებული. ერთი ორჯერ დედამ გამიკეთა რომ დამილაგა, ხო, მე განთავიდან ავყარე ყველაფერი, ხო, ამიტომ არ არის, ხო, ეს პედანტურობა, რო გითხრათ, რომ დამანგრეველია პიროვნებისთვის არა, ის სხვას უფრო აწუხებ რა, რომ სიზუსტე დაიცვა. ანუ ჩარჩოებში მოქცევა რა. იმის იქით არაფერი აღარ არის. აი ეს დამევალა და მორჩა. ხო. და პროკრასტინაცია კიდე რა შეიძლება ითქვას, რომ პროკრასტინაციას ბოლოს შფოთვამდე მიდის ადამიანი, რომ ყველაფერი გაუკეთებელი რჩება. კი, და ალბათ უფრო უკმაყოფილებამდეც მიიყვანს, რადგან იმ შედეგებს, რასაც უნდა მიაღწიოს იმ საქმეს. შედეგები არ არის, ხო? აი და აი პროკრასტინაცია, ნახეთ, პერფექციონიზმს თუ პასუხისმგებლობა აქვს უმაღლეს დონეზე, ხო? პროკრასტინატორს არა. პირიქით არის როგორც ჩანს. ხო. საინტერესო არის მაგალითად აი როლს რომ მიუბრუნდეთ აი ესეთი რაღაცა მოსაზრება მაქვს, თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება აი სოციალური როლიც განსაზღვრავდეს ამას. აი ის თქვამდა, იცი, მაგალითად სახლში შეიძლება ადამიანი, მაგალითად მეუღლე ავიღოთ, სამსახურში იყოს თავისი, როგორც თანამშრომელი, იყოს ლიდერი პირობითად და ძალიან კარგად ასრულებდეს ამ ლიდერის ფუნქციას, მაგრამ სახლში როცა მიდის, ხო ლიდერის ფუნქცია აღარ აქვს, იქ აქვს თქვათ მეუღლის ფუნქცია და შესაძლოა უკვე იქ შესასრულებელი მოვალეობები
მიმართ იყოს პროკრასტინატორი. ხო, ნუ ეზარება რაღაცის გაკეთება. შეიძლება როლის მიხედვითაც განისაზღვრებოდეს. სხვა როლში შეიძლება მე აქტიური ვიყო, აქტიურად შემსრულებელი, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში მეუღლეა ძალიან აქტიური. შეიძლება ჩემი როლიც არ მომწონდეს. აი რომელი სოციალური როლიც მაქვს და იმდენად დაბალი мотиваცია მქონდეს სახში საქმის კეთები. რომ თითქლიდე რომ მე სახში უნდა დავისახლი შეიძლება იყოს ჩემთვის დასასვენებელი სივრცე პირობითად და იმიტომ რომ დავთვლიდე რომ სამსახურში უნდა ვიმუშაო, სახში უნდა დავისვენ და სახშიც როცა რაღაც დავალებ შესრულებას მეუბნევიან, შეიძლება იქ უკვე მე მართლა კედლების თვალიერებით უფრო დავინტერესდე და სკროლვით და სამჯერ ყავის მოდუღებით და არც ერთი არ დავლიო ოღონდ და დრო ამიტომ ნახე მივედით მარიამ იქამდე რომ ეს სოციალური როლები იყოს განაწილებული, სწორად დადგენილი. აი სოციალურ როლებზე ისიც საინტერესოა, მე მგონი რომ ვახსენოთ, რომ სოციალური როლების გადაკვეთაც ხდება ზოგჯერ. მაგალითად თქვენ ხო ხარ, აი ავიღოთ მასწავლებელი. და მასწავლებელი, რომელსაც აყავს სადამრიგებლო კლასი და იქ ასევე არის მისი შვილი მოსწავლე. ანუ მასწავლებლის და დედის როლში ერთდროულად არის შესული. ხა მასწავლებელმა უნდა შეაფასოს ობიექტურად, ხო? ეს არის მისი როლი. დედა, ასე ვთქვათ, უფრო გადაფოფრილი და უფრო პატიებისკენ მიდრეკილია. იცი, ბევრ ადგილას ვასწავლი და მისწავლებია, მაგრამ ჩემს უნივერსიტეტში ჩემი შვილი არ უნდა მოსულიყო. აი ამიტომ დავყავი ეს არ უნდა მოსულიყო ჩემთან. მაგალითად თქვა პირობითად მასწავლებლის როლშიც არის, დედის როლშიც არის და შვილმა, რომელიც მისი მოსწავლეა, თქვათ დაიმსახურა, მოიქცა ცუდად. და დაიმსახურა აი მაგალითად დაბალი ქულა. და აქ როლის როგორი კონფლიქტში შედის ორივე როლი, ხო? მასწავლებელი, რომელმაც ობიექტურად უნდა დაუწეროს ის დაბალი ქულა, იმიტომ რომ პირობითად საკონტროლო დაბალ ქულაზე აქვს დაწერილი და დედა, რომელსაც დედის როლი, რომელსაც უნდა რომ მისი შვილი არასდროს არ იყოს დაბალ ქულოსანი და ეს ესეთი გადაკვეთილი ვიღაცისთვის ეს მძიმე იქნება. აი ესეთი გამოწვევების წინაშეც ხშირად ვდგებით ხოლმე ადამიანები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სწორი განაწილება. ამიტომ გამოსავალი არის ერთი რომ არ არის საჭირო შენ კლასში შენი შვილი სწავლობდეს მაინც სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა იმებში ხდებიან ხოლმე ეს არ არის რაღაცა სტიგმა რომ მაინც ან უნდა სწავლობდეს ან არ უნდა სწავლობდეს ეს არის ინდივიდუალური მოთხოვნილება და ეს პროკრასტინაციაც და კიდევ ვიმეორებ აი ეს განსაკუთრებით პერფექციონიზმი არა დაავადება, არამედ სიმპტომია, სიმპტომთა ერთობლიობა. დაავადება, როგორც აქცენტუაცია. დაავადება, აქცენტუაცია ჩვენ პედანტურობაზე ვისაუბრეთ, ხასიათზე და აქცენტუირებული ხარ ლეონ გარჩმიშეკი ხო განთქმულია მაგით და სხვათა შორის დემონსტრატიული ხასიათი ძალიან ნამდვილი დემონსტრატიული, ხო? საშინელებაა, მაგრამ დაავადება არ არის. აქცენტური გამახვილებულია, ანუ პათოლოგია არ არის, მიხვდით? შეიძლება ამის შეცვლა, გამოსწორება, ამ მეთოდიკის კვლევის შედეგად შეიძლება ურჩევ ადამიანს, ხო, რომელია გამახვილებული, რომ მიაქციეს საკუთარ თავს. მაგალითად, დემონსტრატიულო რა არის ახლა დემონსტრატიულობის გამახვილება, რომ სულ საკუთარ თავს და ტყუი განსაკუთრებით, აი უმციკლოდ ტყუის ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ დემონსტრატიული ტიპი ტყუის უმციკლოდ, რატომ ოღონდ ყურადღება მიიქციოს საკუთარ მეზე, რომ ამბობს ყველაფერს. ანუ შენი მოტყუება არ არის მისი მიზანი. არა, ყურადღების მიქცევა. ნუ ეს ცოტა საჭიროა ამათი დახმარება. მე დემონსტრატიულ პიროვნებებს ვეუბნები. საერთოდ ყველაფერი დაბალი თვითკრიტიკულობა, დაბალი თვითშეფასება. საერთოდ ვამბობთ რა, აი კონფორმულობაზეც, სოციალურ როლს რო ვერ ერგები, აქაც დაბალი თვითშეფასება. სტატუსი რომ არ გაქვს. ხო ჩვენ სტატუსი როლთან სტატუსი მაშინ ანუ სტატუსი შეიძლება ძალიან ჩქარა დაკარგო როლი უფრო ხშირია შეინარჩუნო სტატუსი თქვა სამსახურებრივი ან ოჯახში შეიძლება დაკარგო სტატუსი გათავისუფლეს სამსახურიდან მამაკაცი ამ საქართველოში ამაზე კარგად რა ვიცით მამაკაცებმა ბევრმა დაკარგა 90-იან წლებში სამსახური და ქალმა აიღო საკუთარ თავზე. ამიტომ როლები შეიცვალა.
კი, იცვლება ხოლმე. შემოსავლის წყარო გახდა დედა. მამამ დაკარგა სამსახური. კი. აი, ისიც რომ ვთქვათ, რამე გამოსავალი თუ არსებობს, მაგალითად თერაპიები. აუცილებლად თუ თერაპიაც როგორ არის? შენ უნდა მოგინდეს ძალადობით არაფერი არ შეიძლება. ამიტომ აი თუ მიხვდი რომ როლთან დაკავშირებული კონფორმულობასთან რა ვიცი ნაკლებად ხარ კონფორმული ან არა ხარ კონფორმული. ეს შენი არჩევანია, იცი? ანუ ნახე დამარწმუნებელი კომუნიკაცია შემოვიდა ეს ტერმინი უკვე აქ კონფორმულობაში. ისე მეტყველებ რომ დამარწმუნე და შემეცვალა ღირებულებაც კი. თუმცა ღირებულება ესე მარტივი არ არის შეიცვალოს. ღირებულება საუკუნეები და აწლევა. რა თქმა უნდა, ხა ღირებულების შეცვლა ესე მარტივი არ არის, მაგრამ აი რა ოჯახშიც იზრდები, ხო იმ ღირებულებით, მაგრამ ხდება რომ ზოგჯერ ისეთი ცხოვრებისეული სიტუაცია არის, რომ აი ამოგიყირავ და ცხოვრება რო იტყვიან. ანუ შეგეცვალა ყველაფერი ღირებულებებიც კი შეგეცვალა. თვითგაზრების მომენტია ალბათ უფრო მაგრამ იცით ეს ხშირი არ არის. ხო? ყოველთვის არ არის და ეს არც არის დოგმა რომ ესე უნდა იყოს აუცილებლად რომ ისეთ სიტუაციაში მოხდე რომ შეგეცვალოს ღირებულება. შეიძლება დარჩე, დაიბადო, გაიზარდო და რა ვიცი სიცოცხლის ბოლომდე რაღაც ერთ და იგივე ერთნაირი ღირებულებები გქონდეს. თუმცა არის ფუნდამენტური ღირებულებები რომელიც არიცვლება. კი და ყველას გვაქვს ჩვენი ფუნდამენტი, რაზეც დაშენებულია მე ჩვენი ყველა მიზნის მიღწევის საშუალება, ხო? არის მიზანი საშუალება. სტუმრობისთვის მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და გამოსადეგი იქნება მაყურებლისთვისაც, ასევე მადლობა წიგნებისთვის, რომელიც მომიტანეთ საჩუქრად. მაყურებელსაც ვეთქვი, რომ ეს არის ქალბატონი ნონას მიერ შედგენილი წიგნები ფსიქოლოგიის შესავალი. ამით სწავლობენ, ბევრ უნივერსიტეტში სწავლობენ. ასევე ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები. სად შეიძლება და როდიდან მე მგონი აღარ არის ხო რაღაცა, მაგრამ ეხლა გამოვა სხვა დაბეჭდავენ უნივერსიტეტში უნდა დაიბეჭდოს და albათ კი როგორც სახელმძღვანელოთაც საკმაოდ ის როგორც სახელმძღვანელო იქნება მართვის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში. ხო აქ ხა ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები, იმიტომ დავარქვით რომ ცალკეული ერთი 100-ზე მეტი ფსიქოლოგი არის განხილული, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიის იმ დონის განვითარებაში, რა დონეზეც ეხლა კი, ნამდვილად დასაფასებელია და სახსენებელია. ნუ ფსიქოლოგიის შესავალი ეს არის საფუძველი, ფუნდამენტი. ამით ვასწავლი. ბევრი კი სხვა უნივერსიტეტებშიც ასწავლიან, რა ვიცი, ჯერჯერობით მოსწონთ და მეც სულ არა ვარ პერფექციონისტი, ისეთი პათოლოგიური არა ვარ, მაგრამ სულ მინდა რომ რაღაცა გაუმჯობესდეს. ეს ბუნებრივი ადამიანია. რომ გაუმჯობესებისთვისკენ მიისწრაფოდეს ადამიანი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ წვევისთვის. ჩემს მაყურებელსაც მადლობას გეტყვით, რომ უყურეთ და დაინტერესდით ჩვენი პოდკასტით. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური გვერდები, თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და კომენტარებში დაგვიწერეთ, რა ტერმინის განხილვას ისურვებდით შემდეგი პოდკასტისთვის და მომავალ პოდკასტში შევხვდებით ნახვამდის.